ნათუა გაითვალისწინეთ თამაში. საჩხერე. საჩხერედან ტელემაყურებლების წინააღმდეგ თამაშობს მერი მაჭარაშვილი, პენსიონერი საჩხერის რაიონის სოფელი ჯალაურთა. საჩხერის რაიონის სოფელი ჯალაურთა ითამაშებს ამ რაუნდში. ბატონო ალექსი ჯუგაშვილი. ისმენთ ფოტონოთალ. ნიკოლოზ ბარათაშვილი სად გარდაიცვალა გახსოვთ? განჯაში. მართალი. აი, როდესაც 1893 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი განჯიდან თბილისში გადმოასვენეს, აკაკი წერეთელმა დაკრძალვაზე ასე მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მოვსულ ვართ იმერეთით, რომ ნიშნად სამარადისო ძმობისა და განუყრელი ერთობისა დავადგათ გვირგვინი ბარათაშვილის კუბოს. მგოსანი იყო უპირველესი მთესველი გონებრივი ნაყოფისა. არა მარტო ერთი კუთხისა, არამედ მთელი საქართველოსი. ყურადღება, შეკითხვა. ბატონო ალექსი. რისგან იყო გაკეთებული იმერეთიდან ჩამოტანილი გვირგვინი? დრო? მთესველი არა მარტო და გაქვს საუბარია კონკრეტულ სცენარეზე მე ვფიქრობ რაც იმერეთიდან ახლა ბენახი დაფნისგან დაფნა იმერეთს არა კარგია მგოსანათუა რატო იმერეთი და დაფნა რა შემოსავლიდან ჩამოტანილი არის იმერეთი რა მაგ პერიოდში ჩაი ხო არ იყო არა ხო არა ძნა ერთობის ხორბალი ხო არა ხორბალი აღმოსავლეთში ხორბალი დასავლეთში მოდიოდა რა იქეთ მოდიოდა კიდე სხვა მოდი ჩამოვთვალოთ იქ სიმიდი მიდი იქაც არა ნიშნად ხორბალი მაინც აღმოსავლეთში სამცხე-ჯავახეთში რომელიც იყო უპირველესი მთესველი დავადგათ უპირველესი მთესველი ვინ შეიძლება იყოს ნუ აი რა უნდა დათესო ვინ კი არა მაგინდა შენ რისგან იყო ხო რა აი რა უნდა დათესო მაგას ვიცა ანუ მე რას ვამბობ ან ხორბალი ან დაფნა როგორ ან ხორბალი ან დაფნა პირველ მთესველთა დაფნა თესვაში არ გამოდის არც დაფნა არ ითესება პირველი ხორბალი დრო ამოიწურა ბატონო დავით ბაციკაძე ბატონ დავით შემოხედეთ სწორმა ვერსიამ გაიჟღერა ხა აგებთ და სწორმა ვერსიამ გაიჟღერა და მე გირჩევთ რომ დახმარება ეხლა არ აიღოთ არის გებთ ბატონო დარწმუნებული ყო რომ აიღებდით კარგი მაშინ ვინ უპასუხებს გითხარით ვეცდები მე უპასუხო თქვენ თავად პასუხ მაშინ წინ გადმოიწიეთ ეს ვერსია მაგრამ მაინც მე უპასუხებ რომ რომ მე-12 სწორი პასუხი დაგიგროვდეთ ხო არა ალექსი ჯუგაშვილს კი ერთი დარჩეს ხო ესე ხო ბატონო დავით ბაციკაძე დიახ რისგან იყო გაკეთებული იმერეთიდან ჩამოტანილი გვირგვინი დაფნისგან რატომ აღმოსავლეთში დაფნა ანუ რაც ჩვენი ვერსიით აღმოსავლეთში დაფნა არ ხარობს უფრო დასავლეთში ხარობს სუბტროპიკებში, ნახევარად სუბტროპიკებში, ასე რომ ანუ ლოგიკა ეგეთი ორივეგანა სიმიდიც აღმოსავლეთში და დასავლეთში შეიძლება მოვიდეს, აქედან გამომდინარე, განსხვავებულად შეიძლება ჩამოსულიყო იქნებოდა დაფნა. იმერეთიდან დაფნის გვირგვინი, რა, აი იმერელი კაცი ხო გვიზის, გიორგი მიქელთაძე, ქუთაისელი. მოგწონთ თქვენ ეს ვერსია ბატონ გიორგი? ნუ სხვა ნებისმიერი სცენარი რომელიც დავასახელეთ პრინციპში ორივეგან თანაბრად ხარობს ახლა ხო მაგრამ ერთი ლოგიკაზე არ გალ თქვენ მოგწონთ იდეა რომ ჩამოიტანეს დაფნის გვირგვინი იმერეთიდან გვირგვინი იმდენად მისაღები არის თავისი აზრობრივად ერთი წუთი რა ლოგიკაზე არ ბატონო გიორგი გიგა ბატონო გიგა თქვენ მოგწონთ ეს ვერსია თქვენ მომწონს და არ მოგწონდა წუთის განმავლობაში და იმიტომ ამბობ ნუ მე მსჯელობიათ ერთი წუთი იმიტომ არის კეთილი პასუხი მიღებულია ყურადღება სწორი პასუხი ნაყოფიერი იყოს ეს მცენარე როგორც დღემდე ამიერიდან რომელთანაც ერთად დაუვიწყარი იქნება სახსენები ნიკოლოზ ბარათაშვილსა პირველი სათესავი საქართველოში იყო ხორბალი პური ხორბლის თავთავებისგან პურისგან გაუკეთეს გვირგვინი ნიკოლოზ ბარათაშვილს და გიგა მიქელთაძე ბოლო წამებზე ეუბნებით რომ ხორბალი დაფნა, მაგრამ დაფნა არ იქნებაო. დაგუპავთ კორპორატიული ეთიკა გუნდის წევრებო. ტელემაყურებელმა მერი მაჭარაშვილმა საჩხერიდან მოიგო 500 ლარი, რომელიც მას ჩაერიცხება ვითივი ბანკის ბარათზე.